კიდევ ერთი პოლიტიკური სკანდალი შეერთებულ შტატებში. ამჯერად საქმე შემთხვევით გაჟონილ საიდუმლო ჩატს ეხება. ჟურნალ ატლანტიკის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი სრულიად მოულოდნელად შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობების პირების სიგნალის ჩატში აღმოჩნდა. იმ დროს, როცა ტრამპის კაბინეტის წევრები იემენზე შესაძლო იერიშს განიხილავდნენ. სხვა გავლენიან პირებთან ერთად ჩატის წევრებს შორის იყვნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვანსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი პიტ ჰექსეთი. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ყალბია ან დადგმულია, მაგრამ დასაწყისშივე გეტყვით, რომ ამ ჩატის ავთენტურობა თეთრმა სახლმა უკვე დაადასტურა და სკანდალი ჯერ კიდევ არ კარგავს აქტუალობას. მაგრამ სანამ ამერიკელები იმას არჩევენ, თუ როგორ აღმოჩნდა საიდუმლო ინფორმაცია და ცნობილი ჟურნალისტი ყველასთვის ხელმისაწვდომი აპლიკაციის ჩატში, ჩვენ განვიხილოთ საერთოდ რატომ გეგმავდა შეერთებული შტატები იემენზე საჰაერო შეტევას. ეს არ გეგონოთ ავღანეთის ან ერაყის მსგავსი მორიგი ამერიკის ომის შუა აღმოსავლეთში. აქ საქმე გლობალურ ვაჭრობასა და ისრაელსა და ღაზას სექტორთან დაკავშირებულ გეოპოლიტიკურ გეგმებს ეხება. ამ ვიდეოში კი გავარკვევთ, რა კავშირი აქვს შეერთებულ შტატებს ისრაელსა და იემენს ერთმანეთთან და რა მიზნები აქვს დონალდ ტრამპს ღაზას სექტორში. სანამ დავიწყებთ კი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ისტორია ფაქტობრივად 2023 წლის ოქტომბერში იწყება, მას შემდეგ რაც ჰამასმა ისრაელში უდიდესი მასშტაბის ტერორისტული შეტევა განახორციელა. მალე ჰუსიტებმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ დაიწყეს თავდასხმები როგორც ისრაელზე, ისე საერთაშორისო სატვირთო გემებზე, რაც სერიოზულ შეფერხებებს იწვევდა გლობალურ ვაჭრობაში. იემენში დაფუძნებული ჰუსიტები წითელ ზღვაში ისრაელისკენ მიმავალ გემებს ესხმოდნენ თავს ჰამასის მხარდაჭერის მიზნით. შესაბამისად, შეერთებული შტატები სხვა პარტნიორებთან ერთად ცდილობდა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო სავაჭრო გზის დაცვას. 2024 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა ჰუსიტების მიერ გემებზე განხორციელებული თავდასხმების ეფექტურად შეკავება, რაც მწვავე კრიტიკის საგნად გადაიქცა. ტრამპის ადმინისტრაციამ კი მტკიცე რეაგირება გადაწყვიტა. ვინ არიან ჰუსიტები? ჰუსიტები, იგივე ანსარ ალაჰი, ანუ ღმერთის მხარდამჭერები, შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებას წარმოადგენენ, რომლებიც ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ და თავს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მტრად აცხადებენ. თავდაპირველად ჰუსიტები 90-იან წლებში გამოჩნდნენ იემენში და ქრიდნენ მოძრაობას, რომელიც ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და სუნიტური მთავრობის დომინაციას ებრძოდა. ჰუსიტები არიან ზაიდისტები, რაც შიიტური ისლამის ერთ-ერთი განშტოებაა, რომლის მიმდევრებისთვისაც უსამართლო ხელისუფლებასთან ბრძოლა რელიგიური მისიაა. ზაიდისტები ათასობით წლის მანძილზე ცხოვრობდნენ იემენის ჩრდილოეთ ნაწილში, დღევანდელ საადას პროვინციაში საუდის არაბეთის საზღვართან. თუმცა 90-იანი წლების ბოლოს საუდის არაბეთმა ჩრდილოეთ იემენში დააფინანსა სალაფისტური ინსტიტუტების მშენებლობა, რასაც სუნიტური ისლამის განშტოებად მოიაზრებენ. ამან შიიტ ზეიდისტებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია და თავიანთი კულტურისა და რელიგიის გავლენების აღდგენა სცადეს ჰუსეინ ბადრედინ ალ-ჰუსის მეთაურობით. ჰუსიტების სახელით სწორედ მისი ლიდერის გვარიდან ჰუსიდან მომდინარეობს. 2003 წელს ეს დაჯგუფება აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ამერიკის ომს ერაყში, იემენის ლიდერი ალი აბდალა სალეჰი კი ამერიკას ემხრობოდა. სალეჰმა ალ-ჰუსის დასაკავებლად ჯარიც კი გაგზავნა ჩრდილოეთში, რამაც პირველი შეიარაღებული შეტაკება გამოიწვია მთავრობასა და ალ-ჰუსის მიმდევრებს შორის. ამის შემდეგ საუდის არაბეთი მხარს უჭერდა იემენის ცენტრალურ მთავრობას. ირანმა კი დაიწყო ჰუსიტების დაფინანსება და შეიარაღება. ახალ პრეზიდენტს აბდრაბუ მანსურ ალ-ჰადის კი არაბული გაზაფხულის შემდეგ ჰუსიტების აჯანყებასთან გამკლავება უჭირდა, რის შემდეგაც საწვავის ფასი და უმუშევრობა კოლოსალურად გაიზარდა. 2014 წელს ჰუსიტებმა ფართო ყურადღება მოიპოვეს, როცა საწვავის ფასების შემცირებასა და მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. სწორედ ეს პროტესტი იქცა იემენის სამოქალაქო ომის დასაწყისად. 2015 წელს ჰუსიტებმა დაიკავეს იემენის პრეზიდენტის სასახლე, რის შედეგადაც პრეზიდენტმა ალ-ჰადიმ თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა. ამას მალევე
მოჰყვა საუდის არაბეთის მიერ წამოწყებული საჰაერო შეტევები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რეგიონულმა მოკავშირეებმა. ამის მიუხედავად, ირანის შეიარაღებითა და მხარდაჭერით დღეს ჰუსიტები აკონტროლებენ იემენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანასა და წითელი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს. ქვეყნის ამ ნაწილს კი იემენის ოფიციალური მთავრობა მართავს. სამოქალაქო ომი სერიოზულ პროქსი კონფლიქტში გადაიზარდა საუდის არაბეთსა და ირანს შორის, რომელსაც 400,000 ადამიანი ემსხვერპლა ბოლო 10 წლის განმავლობაში. აქედან 60% შიმშილით, უწყლოობით ან ჯანდაცვის მიუწვდომლობით დაიღუპა. ჰუსიტები არიან ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის ღერძის ნაწილი. ეს არის ირანის მიერ დაფინანსებული რეგიონული ალიანსი, რომელშიც ასევე შედიან ჰეზბოლა და ჰამასი. ორივე მათგანზე დეტალური ვიდეო უკვე მაქვს მომზადებული და ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ. განვიხილოთ რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს მსოფლიოს გეოპოლიტიკაზე. 2023 წლის ნოემბრიდან ჰუსიტები თავს ესხმიან როგორც ისრაელისკენ მიმავალ, ასევე საერთაშორისო ტვირთებს მაღალტექნოლოგიური რაკეტებით. ამას კი გაცხადებულად ჰამასის მხარდასაჭერად აკეთებენ. მათი ლოზუნგია დიდება ღმერთს, სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, წყევლა ებრაელებს, გამარჯვება ისლამს. ჰუსიტების რიტორიკა, როგორც ხედავთ, გავს სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, მაგრამ ერთი რამ აშკარად გამორჩეულია: მათი სამხედრო შესაძლებლობები. ჰუსიტებმა პირველად ისტორიაში საზღვაო გემების საწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს. ასეთი რამ აქამდე არც ერთ შეიარაღებულ დაჯგუფებას არ გაუკეთებია. ისინი ესვრიან როგორც კომერციულ, ისე სამხედრო გემებს და ამას აკეთებენ თანამედროვე ირანის მიერ მიწოდებული მაღალტექნოლოგიური იარაღით. აშკარაა, რომ ირანი წლების განმავლობაში ამარაგებდა ჰუსიტებს. მათ აქვთ ირანში წარმოებული დრონ დეტექტორები, რომლებსაც 1770 კილომეტრამდე აქვთ მოქმედების დიაპაზონი. ასევე ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც 500 კილომეტრამდე მანძილზე მოქმედებენ 5000 კილომეტრ/საათიანი სიჩქარით. ეს კი უკვე საერთაშორისო ვაჭრობისთვის სერიოზულ საფრთხედ იქცა, რადგან წითელი ზღვა წარმოადგენს მსოფლიოს საზღვაო ვაჭრობის კრიტიკულ არტერიას. აქ გადის საზღვაო გადაზიდვების დაახლოებით 15%. ეს მარშრუტი აზიას ევროპასთან აკავშირებს სუეცის არხის გავლით. ამ მანძილს კი გემები დაახლოებით 26 დღეში გადიან. ჰუსიტების თავდასხმების გამო ტვირთგადამზიდი კომპანიები იძულებულები გახდნენ მარშრუტი შეეცვალათ. ახლა გემები აფრიკის კონტინენტს უვლიან გარშემო, რაც ზრდის საწვავის დანახარჯებს და ტრანსპორტირების დროს. შედეგად კი ძვირდება იმპორტი. ზოგიერთმა კომპანიამ, მაგალითად ტესლამ და ვოლვომ, უკვე შეამცირეს ევროპაში ავტომანქანების წარმოება მიწოდების შეფერხებების გამო. საერთაშორისო ლოჯისტიკის კრიზისის ფონზე შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო სამხედრო ოპერაცია სახელად კეთილდღეობის მცველი, რომლის ფარგლებშიც ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალები ბაჰრეინში არსებული შტაბიდან აკვირდება წითელ ზღვაში მიმდინარე მოქმედებებს, რაშიც დაახლოებით 7000 მეზღვაურია ჩართული. ამ ოპერაციას ამერიკის ლიდერობით უკვე დაახლოებით 20 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბაჰრეინი, ნიდერლანდები და სხვა. ყველა მათგან სამხედრო ძალით მონაწილეობა არ მიუღია, ზოგმა დაზვერვით, ზოგმა ლოჯისტიკით და ზოგმა პოლიტიკური მხარდაჭერით შეიტანა ოპერაციაში წვლილი. მაგრამ რუკას თუ დავაკვირდებით, მარტივად ჩანს, რომ ჰუსიტების ბომბები გაცილებით მეტად აზარალებს ევროპას, ვიდრე შეერთებულ შტატებს. როგორც ამ ვიდეოს ერთ-ერთ ნაწილში ავხსენი, აზიიდან ამერიკაში ტვირთები უმეტესად წყნარ ოკეანეს გადიან. ისინი ჩადიან შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე ან აღმოსავლეთ სანაპიროზე პანამის არხის გავლით. ხოლო ევროპიდან ტვირთები შეერთებული შტატებისკენ ატლანტიკის ოკეანის გავლით მიდიან. ანუ ჰუსიტების თავდასხმები გლობალურად მტკივნეულია, მაგრამ ყველაზე მტკივნეული მაინც ევროპისთვისაა. ეს ალბათ ხსნის იმასაც, რატომ იყო ჯეიდი ვანსი გაღიზიანებული გამოჟონილ ჩატში, რომ ამერიკამ კიდევ ერთხელ უნდა გადაარჩინოს ევროპა. მაგრამ ჩემი აზრით, აქ საქმე მხოლოდ ევროპას არ ეხება. ამერიკის ოპერაცია შესაძლოა უფრო მეტად უკავშირდებოდა ისრაელის უსაფრთხოებას, ვიდრე ევროპის ეკონომიკურ სტაბილურობას და აი რატო.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის თითქმის ყველა პრეზიდენტი ისტორიულად იყო ისრაელის მკაფიო მხარდამჭერი, თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენჯამინ ნათანიაჰუც აღიარებს, რომ დონალდ ტრამპი ყველაზე დიდი მეგობარია, ვინც ოდესმე ისრაელს თეთრ სახლში ჰყოლია. Donald Trump is the greatest friend that Israel has ever had in the White House. And President Trump shows that friendship each and every day. ტრამპმა არაერთი ნაბიჯი გადადგა ამის დასამტკიცებლად. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იყო ამერიკის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა, რაც საერთაშორისო კრიტიკის საგნად იქცა. ეს ამერიკის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება დაღიქმებოდა მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის სტატუსი კვლავ სადაოა. ტრამპი ისრაელის უსაფრთხოებას მკაფიოდ უჭერს მხარს და წითელ ზღვაში მიმდინარე ოპერაციაც სწორედ ამას ემსახურება. თუმცა ეს ოპერაცია ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო. ბუნებრივია ისრაელის მიმართულებით ტვირთების დროული მოძრაობა მნიშვნელოვანია ისრაელის ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი ომის პერიოდში, როცა მომარაგების ჯაჭვის სიმყარე ყველაზე კრიტიკულია. თუმცა ამასთან ერთად გავიხსენოთ, რომ ტრამპს საკუთარი ამბიციებიც ამოძრავებს. ღაზას სექტორის ამერიკის მფლობელობაში მოქცევა და მისი შუა აღმოსავლეთის რივიერად გადაქცევა. Everybody I've spoken to loves the idea of the United States owning that piece of land, developing and creating thousands of jobs with something that will be magnificent. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ეს მხოლოდ იდეაა, რომელსაც უკვე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, პრესკონფერენციიდან მაინც ირკვევა, რომ ტრამპს სურს პალესტინელების ღაზადან დროებითი გაყვანა და მათი გადანაწილება ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, მაგალითად ეგვიპტესა და იორდანიაში. ღაზას სექტორის აღდგენის შემდეგ კი მათ უკან დაბრუნება შეეძლებათ, თუმცა არა მაინც და მაინც როგორც საკუთარ სახლში. დონალდ ტრამპი ერთ კონკრეტულ ასპექტში ნამდვილად მართალია. It is a big pile of rubble right now. I mean, have you seen the pictures of it? Have you been there? It's terrible to live. Who can live like that? დღეს ღაზაში ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. ჰუმანიტარული დახმარება არასაკმარისია, მოსახლეობის თითქმის 100% შიმშილობს და არ აქვს წვდომა საბაზისო ჯანდაცვაზე. ჰამასის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელის საპასუხო თავდასხმამ ღაზას ინფრასტრუქტურის 92% განადგურა და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ბეტონის ნანგრევებში ძველებური ცხოვრების აღდგენა ტერორიზმის აღმოფხვრის პარალელურად. ტრამპის შეფასებით პალესტინელები ღაზაში რჩებიან იმიტომ, რომ სხვაგან წასასვლელი არ აქვთ. ამიტომ თუ ეგვიპტე და იორდანია 2 მილიონ პალესტინელს თავშესაფარს მისცემს, ამერიკა გადაიბარებს ტერიტორიას და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად აღორძინებს ღაზას სექტორს. I think they should get a good, fresh, beautiful piece of land and we get some people to put up the money to build it and make it nice and make it habitable and enjoyable. ბუნებრივია საუკუნის კონფლიქტის გადაჭრის გზა ასე მარტივიც არაა. ეგვიპტემ და იორდანიამ უკვე განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ სურვილი და არც ეკონომიკური და პოლიტიკური შესაძლებლობა, რომ 2 მილიონი დევნილი შეიფარონ. და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არც შეერთებული შტატებისთვის იქნება ადვილი ღაზას სექტორის დასაკუთრება. მაგრამ დონალდ ტრამპმა შეიძლება ამერიკის დახმარება ჰუსიტების წინააღმდეგ ბრძოლაში სწორედ ამ მოლაპარაკებებში გამოიყენოს. ტრამპი რასაკურველია, ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული მომლაპარაკებელია, რითაც შესაძლოა მან ეგვიპტე და იორდანია დაითანხმოს პალესტინელი დევნილების შეფარებაზე. მაგრამ მათზე უფრო მეტად სხვა შუა აღმოსავლეთის ქვეყნების დარწმუნება მოუწევს. მაგალითად, ჟენევის კონვენციის 59 მუხლი კრძალავს ერების იძულებით გადაადგილებას და საერთაშორისო სამართლის მიხედვით არც ისრაელს ეკუთვნის ღაზას სექტორი, რომ ის ამერიკაზე გაასხვისოს. მეტიც, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ღაზაზე ისრაელის ოკუპაცია აღიარა და მისი ტერიტორიული ექსპანსია არალეგალურად შეაფასა. თუმცა, თუ კი ტრამპის იდეას მხარს დაუჭერენ ისეთი რეგიონული მოთამაშეები, როგორიცაა საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები ან ყატარი, უცნობია ვინ და როგორ აღუდგება წინ ტრამპის გეგმას.
ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე სახელმწიფოს გააჩნდეს საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი ან ინტერესი, რათა ღიად დაუპირისპირდეს ამერიკის სურვილს დაეუფლოს ღაზას სექტორს და გარდაქმნას ახალ საერთაშორისო პროექტად. შესაბამისად, წითელ ზღვაში ჰუსიტების წინააღმდეგ ამერიკის დახმარება შესაძლოა დონალდ ტრამპისათვის ეფექტური ბერკეტი აღმოჩნდეს. რუკას თუ დაუბრუნდებით, ეგვიპტე, იორდანია და საუდის არაბეთი, როგორც წითელი ზღვის პირას მდებარე ქვეყნები, პირდაპირ ზარალდებიან ჰუსიტების მიერ გამოწვეული საზღვაო ტვირთების შეფერხებით. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ საუდის არაბეთი ღიად ებრძვის ჰუსიტებს და სამოქალაქო ომში მხარს უჭერს იემენის ცენტრალურ ხელისუფლებას. ამ კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრამპის საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა ღაზას სექტორის მშენებლობაში სწორედ შუა აღმოსავლეთიდან განხორციელდება და ამისათვის არ აპირებს ტრამპი ამერიკის ბიუჯეტის დახარჯვას. აქედან გამომდინარე საქმეზე რომ მიდგეს, ტრამპი სავარაუდოდ რეგიონულ ლიდერებს შეახსენებს ამერიკული ფლოტის მიერ გაწეულ კოლოსალურ დახმარებას წითელ ზღვაში, რასაც შეიძლება ღაზას სექტორისადმი მხარდაჭერის პირობაც დაერთოს. შედეგად, წითელი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციისათვის ერთდროულად გახდეს როგორც დახმარების აქტი ევროპისა და ისრაელისთვის, ასევე ბერკეტი საკუთარი ამბიციური გეგმის გასატარებლად ღაზას სექტორში. და ბოლოს, ცნობისთვის არის დამოუკიდებელი ინიციატივა, რომელსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ამის გაკეთება კი მარტივად, უფასოდ არხის გამოწერით შეგიძლიათ. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გამომყვეთ Instagram-ზე, TikTok-ზე, X-ზე და Spotify-ზე. ასევე კომენტარებში გამიზიარეთ თქვენ რას ფიქრობთ იერიშზე, იემენში და გამოიყენებს თუ არა ტრამპი ამ გეოპოლიტიკურ რეალობას თავის სასიკეთოდ. დამიტოვეთ კომენტარები. ჩვენ კი შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.